19 მაისიდან იწყება ლოცვითი მსვლელობა წმინდა სიმონ კანანელის გზა სარფიდან ენგურის ხიდამდე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მომლოცველი ბატონი გოგიტა მელიქიძე. მოგესალმებით მამა დავით დაგლოცეთ, ბატონო გოგიტა მოგესალმებით, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ეს უკვე ტრადიციულად ქცეული მომლოცველობითი გზა არის და ჩვენც მუდმივად ვაშუქებთ ხოლმე მამა დავით. თქვენგან დავიწყებთ, აი 19 მაისიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყება ეს გზა სარფიდან, როგორც უთხარით მაყურებელს, რამდენი ადამიანი ბრძანდებით ჩართული და წელს რა მარშრუტი გექნებათ, ასევე იგივე მარშრუტი ბუნებრივია, მაგრამ აი ვთქვათ რაიმე ცვლილება ხომ არ არის ან შემოდგენლობის კუთხით, ამაზე რომ გვესაუბროთ. დიახ, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით პატრიარქი ჩვენი ბრძანდება ასევე ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზის მიტროპოლიტი და მისი ეპარქია დიახ და როგორც პატრიარქისგან უნდა ავიღოთ მომლოცველობითი ყოველთვის გზის მსვლელობა, ასევე უნდა ავიღოთ ადგილობრივი მდემთავრებისაგან და პირდაპირ ესე ვთქვათ დასასრული არის გზის დასასრული არის უწმინდესის ეპარქიით უნდა დასრულდეს ეს და ღვთისნები და ღვთისწყალობით აუცილებლად ეს დასრულდება ღვთის დიდი მოწყალებით სიმონ კანანელის საფლავთან აუცილებლად სოხუმთან ახალათონთან ეშერა არის სადაც არის მისი საფლავი. მოდაშორის აი რაღაცნაირად ის გვაქვს ხოლმე ჩემი თავით დაწყებული ხშირად ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ მოვილოცავთ ლაპარაკობთ არ ვთქვით ხოლმე რომ ბევრი წმინდანის საფლავი თუ ნაწილები ჩვენთან არის და ბევრმა შეიძლება არ იცის რომ სიმონ კანანელი ერთ-ერთი ასეთი აფხაზეთშია. ახლა ერთ-ერთ ქვეყანაში ვიყავი და რომ მოვილოცეთ, შევედით და გითხრეს რომ მოციქულების ნაწილები და სიმონ კანანელის ნაწილები და რომ ქართველები და ვთქვით რომ აფხაზეთშია, ბევრმა არ იცოდა რომ აფხაზეთშია მის საფლავი. ქართველებიდან კი და ეს შეხსენება გჭირდება ხოლმე ალბათ. გარდა იმისა რომ ამაზეც გავამახვილოთ, რომ მამა დავით ჩვენ ერთხელ გვისაუბრია თქვენთან ჩართობით სტუდიაში, რა მნიშვნელობა აქვს აი მსვლელობას, იმიტომ რომ ეს არ არის ხო ეკლესიისთვის, არ ჩვენთვის, არ ზოგადად მსოფლიო ეკლესიისთვის, რა დატვირთვა აქვს, როცა ეს მსვლელობა რამდენიმე დღიანი ლოცვითი მსვლელობა, სადაც თქვენ მოყვებით ალბათ მიმართება წირვები, პარაკლისები და ხალხი ლოცვითი განწყობით რამდენიმე დღე კონკრეტულ წმინდანს ან მომნას უძღვის ამ დღეებს მომლოცველობითი მსვლელობის. დიახ, ეს არის ღვთისადიდებლად ეს ლოცვითი მსვლელობა, სადაც სამდელოება მრევლთან ერთად ლოცვით განადიდებს ამა თუ იმ წმინდანს და აი ამ შემთხვევაში ჩვენ გავდივართ იმ ნაფეხურებზე, სადაც გაიარა წმინდა მოციქულმა სიმონ კანანელმა და აი შემოვიდა ესე იგი საქართველოში და იქადაგა საქართველოში და არის დაკრძალული აფხაზეთში. აი ამ გზის გავლა გსურს რა თქმა უნდა ყოველთვის, რადგანაც პატივი მივაგოთ იმ ღვაწ, იმ შრომას, რომელიც გაიღეს მოციქულებმა საქართველოში და საერთოდ საქართველო არის ავტოკეფალური ეკლესია და ეს ამისთვის არის რომ მოციქულები ბრძანდებოდნენ. დიახ, ისინი არიან მსაჯულნი ამასოფლისანი, მაცხოვართან ერთად ისინი განჟიან კაცობრიობას და მეტადრე გმართებს რა თქმა უნდა ვედრება მისადმი და აი ლოცვითი მსვლელობის დროს ეკლესია გამოაქვს ხატები, სიწმინდეები და აი ამ დროს განიწმინდება ჩვენი ცოდვებისაგან, ჩვენი ესე ვთქვათ ურძალულობისაგან დაზიანებული გარემო, სამყარო, როგორც ჩვენი სახლები იკურთხება, ასევე ის გზაჯვარედინები, გზები, ჰაერი, დედამიწა, ყოველივე იკურთხება წმინდა ხატებისა ჯვრების, ესე ვთქვათ, წინ მძღოლობით და სიწმინდეების და აი საგანგებოდ ხდება რა თქმა უნდა ვედრება მისადმი და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მშვიდობასთან რა თქმა უნდა, რადგანაც ჩვენ გვსურს მშვიდობა, გვსურს რომ უფალი ჩაერიოს აი ამ განგებულებაში და უფლის მიერ მოხდეს იმ უკანონობის აღმოფხვრა, რომელიც შეგვემთხვია ჩვენ ქართველებს და დღესამომდე ეს ძალმომრიობა ხდება სამწუხაროდ რაღაცა მალთუხლართებით ხდება და აი ეს ყოველივე რომ დაიხსნას ჩვენ გვაქვს ვედრება და სასოება რა თქმა უნდა უფლისადმი და ეს არის ჩვენი რა თქმა უნდა უპირატესობა. რადგანაც ქართველი ერი არის სასოებელი უფლისა, საოცარი სასოება არის ჩვენს ერში და აი რომ დაუკვირდეთ ეს მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე ჩვენ ყოველთვის ზეცას შევყურებდით. რა თქმა უნდა ვცოდავდით და მერე ვნანობდით, როცა კარგავდით, ვიწყებდით გლოვას, როგორც ამბობს ჩვენი მატიანე და მთელი ერი იწყებდა ლოცვას, მარხვას და აი ამ ლოცვით მსვლელობებს ეს არის საგანგებო მჩობლი ვედრება უფლისადმი, როდესაც ღია სივრცეში ხდება ვედრება უფლისადმი და მთელი ერი ღებულობდა ამაში მონაწილეობას და ჩვენ ხალისით რა თქმა უნდა ამ ლოცვით მსვლელობაში ღებულობთ მონაწილეობას და
ვართ ბედნიერები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიხარულთან არის ეს დაკავშირებული და თქვენ მიიღიათ მონაწილეობა ბავშვობაში წმინდა ნინოს მომლოცველობის გზაზე დავდიოდი ხოლმე, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მართლა ცალ-ცალ სიხარულია და ამიტომ ბატონ გოგიტას გვინდა რომ ვკითხოთ. ზოგ შეიძლება იგონოს რომ მხოლოდ თქვათ სასულიერო პირები დადიან ამ გზაზე, საერო პირები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და თავის დროზე ხა ჩვენ წმინდა ნინოს გზა ვახსენეთ, ეს უწმინდესის კურთხევა იყო 35 წლის წინ დაიწყო, ხო, ეს ყველაფერი და აი ესე გრძელდება და არა მხოლოდ წმინდა ნინოს გზა, არამედ წმინდა ანდრია მოციქულის გზა, ახლა ვსაუბრობ წმინდა სვიმონ კანანელის გზაზე. თქვენი დამოკიდებულება რომ გითხრათ ბატონ გოგიტა და წელს პირველად ერთვებით თუ თქვა წინა წლების გამოცდილებაც გაქვთ. ამ გზასთან მე ძალიან ისეთ როგორც სისხლცეული კავშირი მაქვს, რამე თუ ეს ჩემი გზა არის. აფხაზეთში დაბრუნების ჩემი სულიერი გზა არის და ჩვენ ყოველ დღე უნდა ყოველ წუთს უნდა ვბრუნდებოდეთ აფხაზეთში და აი ამ დაბრუნების საუკეთესო საშუალება არის სწორედაც აი ეს ლოცვითი მსვლელობა, რომელიც განაწყობს იმ გარემოს, რომელი გარემოც ჩვენს რეალობას წარმოადგენს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი აფხაზეთის დაბრუნების გასაღები როგორც ასეთი მოსკოვშია, არა ესა მოსკოვში კი არა, ამერიკაშია, არც მოსკოვშია და არც ამერიკაში. უფლის ხელში. უფალი როგორც განაპირობებს ამას, როგორც ნებას ყოფს უფალი, ისე აღესრულება ეს და სწორედაც უფლის ნებით უნდა დაუბრუნდეთ. და აი ამ უფლის ნების მოსაპოვებლად, ამ უფლის ნების ღირსებასთან მიახლების საშუალება არის ეს სამომლოცველო გზა. მე დავაკონკრეტებ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე თქვენ ბრძანეთ, რომ ეს გზა სამომლოცველო გზა მიდის ენგურის ხიდამდე. ენგურის ხიდამდე კი არა, აფხაზეთში მიდის სიმონ კანანელის საფლავზე და იმის გამო რომ იქ დღეს შეუძლებელია შესვლა, ვჩერდებით ენგურის ხიდთან, პარაკლის აღვავლენ ენგურის ხიდთან და მთავრდება გზა ენგურის ხიდთან. მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ამ დაბრუნების პირობა არის ეს სამომლოცველო გზა. ამ სამომლოცველო გზაზე ხან 7 ვართ, ხან 12 ვართ, ხან მეტი ვართ. ზუგდიდიდან საერთოდ 150 კაცი ვხდებით, გვერდდებიან სამეგრელოს წარმომადგენლები და უფრო მეტი ვართ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არც 7-ის, არც 12-ის, არც 150 კაცის გასაკეთებელი საქმე. ეს არის მთელი საქართველოს სულიერი გამოხატულება. მთელი საქართველოს სულისკვეთების ნების გამოხატულება. როგორ უნდა დაუბრუნდეთ? უნდა დაუბრუნდეთ აუცილებლად მშვიდობით. და აი ამ მშვიდობის საუკეთესო გამოხატულება არის აი ეს მომლოცველობითი მსვლელობა, რომელიც ეხლა სიმონ კანანელის სახელს უკავშირდება. დიახ, და აი ფიზიკური მომზადებაც საჭიროა, მე მგონი, ხო? ეს არ არის ესეთი მარტივი სულიერი უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ბევრი არის, თქვათ, ფეხით გადასაადგილებელი, სასიარულო და აქედან გამომდინარე, ალბათ ფიზიკურადაც მომზადებული ადამიანები მოდიან ძირითადად, ვისაც ეს ფიზიკურად შეუძლია. აუცილებლად ფიზიკური მომზადება საჭირო და აუცილებელი ის ნივთები და ის აუცილებელი სამუშაო წინ და წინ ჩასატარებელი, რომელიც დაკავშირებულია მომლოცველობასთან. აქ ტრანსპორტიც ერთვება, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი კერძოდ ისთვის არის საჭირო, რომ აი, როდესაც ადამიანი მორჩება მომლოცველობას, ის ღამე სადაც უნდა დაისვენოს, ის შეუძლებელია უკვე, რომ ამ ადამიანმა მოახერხოს უკვე იქ გადასვლა. იმდენად ეს ფიზიკურ შრომასთან და იქ უკვე ტრანსპორტმა უნდა გადაადგილოს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ორგანიზებული არის წინდასწარ. ყველაფერი განსაზღვრული, ადამიანს უნდა კონდეს თუნდაც, ასე ვთქვათ, პირობითად თუ 3 წვილი ფეხსაცმელი აუცილებლად, ერთი წვიმის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, აუცილებლად კი ჩაცმულობაც ისეთიც უნდა იყოს და ანუ აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისად. რა თქმა უნდა, აღჭურვილი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ეს ამ მომლოცველობაში მონაწილეობის მისაღებად არის წინასწარ, რა თქმა უნდა, სურვილის გამოხატულება და ლოცვა-კურთხევით, იერარქიის ლოცვა-კურთხევით ხდება აი ამ გზებზე, ასე ვთქვათ, აუცილებლად წინ და წინ იმ ადამიანების შერჩევა, რომელნიც მიიღებენ მონაწილეობას. მოსახლეობა თუ ერთვება, ვთქვათ, სადაც გადაადგილდებით, თუ გამოდიან სახლებიდან, ხვდებიან და აი მათი რეაქციებიც საინტერესოა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდ სიხარულთან დაკავშირებული და რომელმან შეიცნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველი, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს და მოციქულზეც ესე არის ნათქვამი, რომელმან შეიცნაროს მოციქული სახელად მოციქულის, სასყიდელი მოციქულისა მიიღოს, ანუ თანამონაწილე ხდება ის ადამიანი, რომელიც სტუმრობს, რომელიც ღებულობს აი ამ დიდ სიხარულს, რა თქმა უნდა, ის იზიარებს და ეს არის ღმერთთან ყოფნის სიხარული, რომელიც აი აღდგომას კიდევაც ლიტანიობა ჰქონდა, შუაღამე ლიტანიობით დაიწყო და მთელი კვირა ლიტანიობა ჰქონდა ბრწყინვალე შვიდეულში და აი ეს ლოცვა ტაძრის მიღმა, რომლის დროსაც ადამიანები ვევედრებით უფალ ღმერთს და განსაკუთრებულად არის ვედრება უფლისადმი, რათა შეგვიწყალოს უფალმა.
და შეგვინდოს ჩვენი ცოდვები და აი ამ გზაზე ჩართული ადამიანი ღმერთს ეთაყვანები, ღმერთს ესიყვარულები, ღმერთს უმეგობრდები, გებულობ მის ნებას შენდამი და რაღაც საოცარ ჰარმონიაში ხარ ადამიანი და ისეთ ძალას და მადლს ღებულობ, რომელიც შემდგომ არის საწინდარი შენი შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისა და გამხნევება ხდება სულიერი ეს ვთქვა ძალიან დიდი გამოფხიზლება ადამიანისა და აი ამ ღმერთთან ყოფნა ხომ არის ძალიან დიდი ბედნიერება. ღმერთთან ყოფნა არის ძალიან დიდი სიხარული და აი ამ სიხარულის გაზიარება ხდება და ფაქტიურად იცით რა ამ ქვეყნიური საქმეები ნაკლებად ხარ დაკავებული და ადამიანი ხედავ რომ აბსოლუტურად შეიძლება ადამიანი ლოცვით ცხოვრობდე, შრომობდე უფლის წინაშე და იყო ბედნიერი. და აი ამ გზაზე ხდება აი ამ ყველაფრის მადლის და სიხარულის მიღება ადამიანისათვის რა. მამა დავით ბოლოსკენ ვსქვათ ერთგვარი რაღაც ესეთი გრაფიკივით, ცხადია აქ გარდა იმისა რომ უწყვეტ მნიშვნელობაა ლოცვითი განწყობით ხათები ჯვრებით, ალბათ სხვა ქალაქებში, ეპარქიებში წირვებიც აღესრულება ხო ბაქ რა თქმა უნდა ეს იწყება როგორც თქვით სარფიდან და გავივლიეთ და აი მთელი ზღვისპირეთს გავივლი და რა თქმა უნდა დიახ ენგურამდე და გასაოცარი ის არის რომ ასევე ფოთში არის კოლხეთის ნაკრძალი ესე ვთქვათ ქართულ ამაზონებს ეძახიან სადაც არ არის ხიდი გადასასვლელი აი ამ გზებზე ხდება კატერებით გადაყვანა ჩვენი და საოცარია ესე იგი აი ეს არის დაახლოებით ეს ნაკრძალი არის თბილისის ხელა, რო წარმოვიდგინოთ, სადაც ნაკლებად არის ადამიანის ფეხი მოხვედრილი რა და აი ამ გზაზე როდესაც ხდება გავლა, ძალიან გიხარია მონაკვეთის გავლაც, რაღაცა გასაოცარი არის ჩვენი ქვეყანა, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და აი ამას როდესაც შენ სალოცავებს მიეახლები, შენს იმ ღვთისაგან ბუძებულს რაღაც ძალიან დიდ სიხარულთან არის ეს დაკავშირებული და მადლობა ღმერთს რომ მისმა უნეტარესობამ მოგცა ლოცვა კურთხევა და აი ამ გზაზე დავდივარ და ჩვენ საქართველოსაც ვეცნობით. ძალიან დიდი მადლობა მშვიდობიან გზას გისურვებთ და წმინდა სულიმონ კანანელის შემწეობას რა თქმა უნდა ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მომლოცველი გოგიტა მელიქიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები დიდი მადლობა კიდევ ერთხელ